კაცი მჭობდა და ღმერთი იცინოდაო და მოკლედ ისე შემოbrunდება ცხოვრება, რომ ფაქტიურად აბსოლუტურად სხვა მხარეს მოგვიწევს წასვლა. მაგრამ რისკების მართვა არსებობს და შესაძლებელია, რომ რაღაცა დავგეგმოთ. ეხლა შეიძლება თქვენ გავარდეთ და მოგინდეთ, რომ ყველა პრობლემა ერთ დღეში მოიგვაროთ, ეგრე არ ხდება და შეეცადეთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვეთ აი ამ გეგმასთან. საჭირო არის, რომ დღევანდელ მომენტში განსაზღვროთ, სად ვიმყოფებით, გავაანალიზოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. აი მიუჩვეველი და აკრძალული ხილი უფრო მომხიბვლელია, ხო გვაქვს ესეთი რაღაც გამოთქმესი ავითხოვს. როდესაც ეს რაღაც ახალი აღარ არის და თავიდანვე ეჩვევა ბავშვი, როდესაც დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, ჩვევა, თავისას შვება, ხო? ბევრი რაღაც სხვადასხვა ტაქტიკა ვცადე, მაგრამ საბოლოო ჯამში შევჯერდი 50-20-20-20 პრინციპზე. არის მოსალოდნელი შავი დღე და არის მოულოდნელი შავი დღე. სადაზღვევო პრემია გადახდილი მოსალოდნელი და მოულოდნელი შავი დღის რაღაცებისთვის არის პოტენციური ინვესტიცია დანაზოგის სახით.